გამარჯობა, მე ზურაბ გამაშიძე ვარ. ქართულ ხალხურ საკრავებს ვამზადებ. ფანდურისთვის საუკეთესო სიმები, ბევრისთვის ალბათ ჯერ ისევ გიტარის შავი, მაღალი დაჭიმულობის სიმებია. მოდი ჯერ იმას ვიტყვი. გიტარისთვის მაღალი დაჭიმულობის სიმები რატომ ითვლება საუკეთესო სიმად? მე მირჩევნია მაგარი და რბილი სიმები ვთქვა. რადგან ის ეგრეთ წოდებული მაღალი დაჭიმულობის სიმები უფრო მაგარია სხვა სიმებთან შედარებით. მაგარი სიმები რატომ სჭირდება გიტარას? კლასიკური გიტარის მენზურა იცით რომ 650 მმ-ია და მაგალითად ფანდურის ჟღერი 520 მმ-იც რომ იყოს დაახლოებით მე მგონი ზუსტად 1/5-ით მოკლე არის გიტარის მენზურასთან შედარებით. სიმი, რაც უფრო გრძელია, მოდი ასე ვთქვათ, გაწელვის კოეფიციენტი უფრო მეტი აქვს. და ამიტომ უფრო მაგარი უნდა იყოს სიმი, რომ დაკვრისას თითებში არ აგვებლანდოს სიმები. იცით რომ გიტარაზე სიმის მოზიდვით უკრავენ. რაც უფრო რბილია სიმი, თითს რომ მოდებ დასაკრავოთ, უფრო შორს გამოყვება, ხომ და რთულია ასეთ სიმებზე დაკვრა. და განსაკუთრებით როცა სწრაფად უკრავენ. ამ საკითხზე წლების წინ რომ ვფიქრობდი ზოგადად სიმებზე, მაშინ რაც უფრო სწრაფად უკრავ, უფრო ჯორაკისკენ უნდა წაწიო მეთქი ხელი. მოდი მართალი ვარ თუ არა მეთქი, ეს ჩემი აზრი მართალია თუ არა, შევამოწმე მეთქი და YouTube-ში შევუყურებ ვიდეოებს, სადაც კლასიკურ გიტარაზე უკრავენ. და მართლაც შევამჩნიე რომ რაც უფრო სწრაფად უკრავენ, უფრო ჯორაკისკენ მოაქვთ ხელი. თუ კი ხელის ჩაკვრა დაჭირდათ, უფრო წარმოცლის შეერთების ადგილისკენ გაწიეს ხელი. ჩაკვრისთვის უკეთესი არის. უფრო მარტივად უკრავ. მაგრამ როცა უნდა მოზიდოს სიმი, ჯორაკისკენ უნდა გაწიო ხელი. თუნდაც ამიტომ სჭირდება ეს მაგარი სიმები, რომ თითებიდან ადვილად დაგისხლდეს და სწრაფად დაუკრა. მე ყოველთვის ურჩევ ხოლმე რომ როცა ფანდურს უკრავ, ხელი დაახლოებით მე-12-მე-13 ხიდთან ჩაკარი, აქ დაუკარით მეთქი, რომ ასეც ვამბობ, უფრო ფანდურის ხმა აქვს ასე. რომ მოგასმენოთ პირობითად. უფრო თბილი ბგერა აქვს. ჯორაკისკენ რომ დაუკრათ. ცივი შეიძლება მინაზე ხახუნის გაკაწვლის ხმაც შეიძლება უწოდოთ. არ არის ლამაზი ბგერა. რაც უფრო შუა ადგილზე უკრავთ, უფრო თბილი ბგერებია. რაც უფრო ჯორაკისკენ მიგვაქვს, უფრო ცივი ბგერები არის. გაწელვის კოეფიციენტზე გამახსენდა. ამ რამოდენიმე ხნის წინ ფანდური მომიტანა შესაკეთებლად. შავი მაგარი სიმები ება, გიტარის დამჭიმები იყო. მოუშვი საკუდარის გამოძრობა დამჭირდა, რადგან პირველი სიმი გაკვანძული იყო საკუდარზე და ვერ მოუხსნიდი. მხოლოდ იმდენი მოუშვი, რომ საკუდარი გამომეძრო. თავთანვე დავახვიე სიმები, მუცელზე რაღაც უბრალოდ რაღაცა იყო დაზიანებული, ასევე აღვადგინე და მერე სიმები რომ ავხსენი, რამოდენიმე დღე დამჭირდა. სიმები რომ ავხსენი, რომ ისევ ამება დამოკლებული იყო. სათავედან ბოლომდე 660 მმ იყო. მესამე სიმი გავზომე და მესამე სიმის დამჭიმამდე, სათავედან მესამე სიმის დამჭიმამდე 80 მმ იყო. ას მანძილი 25 მმ-ით დამოკლდა სიმი. ანუ იმ რამოდენიმე დღეში პირვანდელ სიგრძეს დაუბრუნდა სიმი. აწყობისას ხომ ჭიმავთ სიმს და იწელება. და გიტარას თუნდაც ის გრძელი რო არის მენზურა, გაწელვის კოეფიციენტი მეტი რო აქვს, იმიტომ გვაძლევს ლამაზ ბგერას, რადგან გაწელვის კოეფიციენტი, ასე ვთქვათ, სათანადო ობერტონებს აღძრავს. ფანდურის ჟღერი მოკლე რომ არის,
ვერ აღძრავს იმდენ ობერტონს, რომ ლამაზი ბგერა იყოს. ამაზე გამახსენა კიდევ ერთი ამბავი. წლების წინ ქალმა მომიტანა ფანდური იმასაც გიტარისტები ებადა. ბევრი იყო დახვეული ჭხირზე. რატო მეთქი ამდენი მოვაჭრი? არა, არ მოჭრაო. რატო მეთქი? არ ვიციო, მასწავლებელმა დაირღვევაო. რა დაირღვევაო მეთქი და არ ვიციო, მასწავლებელმა თქვა დაირღვევაო. კაი, არ მოუჭერი. რა მნიშვნელობა აქვს ჭხირზე? რამდენს დაახვევ? საკმარისია. ორჯერ შემოუხვეს და მეტი არც არის აუცილებელი. ყოფილა ბანზე მქონია ასეთი შემთხვევა, რომ მოკლე არის ბანი ფანდურისთვის გიტარის სიმები და საკუთარზე რო ავმოვდი ხოლმე, ერთხელ იყო რომ ზუსტად ამ ჭრილში ჩავსვი. გიტარის მეხუთე სიმს ვიყენებ ბანის მესამე სიმად და ბოლოს რო გავკვანძე, ზუსტად იმ სიგრძე იყო რომ ჩავსვი. ოდნავ გადატრიალება ეყო და იწყო უკვე სოლბგერაზე. ანუ არ არის აუცილებელი 5-ჯერ 6-ჯერ დავახვიოთ ჭხირზე სიმი. თუნდაც ორი შემოხვევა სრულიად საკმარისი არის. ფანდურისთვის მე გიტარის მესამე სიმსაც არ ვიყენებ, რადგან ჟღერი მოკლე რომ არის, ეს ხომ გიტარის სიმები ხომ გიტარის მენზურის სიგრძისა და წყობისთვის არის გათვლილი და ფანდურის ჟღერი მოკლე არის. და ამიტომ მესამე სიმი ძალიან მსხვილია. არ მაძლევს ყოველ შემთხვევაში მე არ მომწონს გიტარის მესამე სიმის ბგერა. მსხვილია სათანადო ობერტონებს ვერ გვაძლევს, რადგან მსხვილია და არ იდრიკება ისე კარგად. რომ სათანადო ობერტონები მოგწეს და ლამაზი ბგერა მომწეს გიტარის მესამე სიმმა. ამიტომ კარგ ფანდურებზე გიტარის პირველ მეორე სიმს ვიყენებ. მეორე სიმად ვიყენებ გიტარის პირველ სიმს და მესამე სიმად გიტარის მეორე სიმს. 0.71 და 0.81-ია გიტარის პირველი და მეორე სიმი. პირველ სიმად სათევზაო ძუას ვიყენებ. სათევზაო ძუაც ზოგია არის რომ თელ სიგრძეზე სხვადასხვა დიამეტრის არ და წყობას არ გვაძლევს და ასევე გიტარის სიმებიც არის გიტარის სიმია და ყველაფერი რიგზია, ესეც არ არის. შემხედრია რომ სხვადასხვა ცდომილება არის, ანუ მილიმეტრის მიასედებით, მაგრამ მაინც არის ცდომილება და ყოფილა რომ ოქტავას არ გვაძლევს გიტარის სიმი. ამა კიდევ ერთი ამბავი გამახსენდა. წლების წინ უყურე ერთ-ერთი პროფესიონალი დამკვირველი ცნობილ ფირმის სიმებს ამოწმებდა სხვადასხვა ხარისხის და შესაბამისად სხვადასხვა ფასიან სიმებს და ძვირი სიმები აუბა გიტარაზე და თვითონაც გაკვირვებული იყო. ასეთი ძვირი სიმი წყობას უნდა იჭერდესო. 2 თუ 3 სიმი ოქტავას არ გვაძლევდა. ცდომილება იყო. ნუ ისევ გავიმეორებ რომ რაკი გიტარის სიმებია, ეს იმას არნიშნავს რომ ყველაფერი იდეალურად არის. ეს ერთი ამბავი, მაგრამ თვითონ ის მაგარი და რბილი სიმები უფრო ძლავრად და შედარებით სუსტად არხევს საკრავს. ჩემი ფანდურებისთვის ყოველ შემთხვევაში სხვა ფანდურებზე არ ვიცი, მაგრამ ჩემ ფანდურებს თუნდაც საშუალო ნორმალური უпростоოდ ნორმალური დაჭიმულობის სიმებიც არ მაძლევს ჩემთვის სათანადო ბგერას. ძლავრად არხევს ფანდურს და უფრო ძლავრი ბგერა მოდის. ვამბობ ხოლმე რომ ძლიერი ხმა უნდა ქონდეს ფანდურს, მაგრამ ძლავრი არა. და ამიტომ რბილი სიმებს უბავ ჩემ ფანდურებზე. იამაჰას ფირმის სიმები არის, სხვა სიმებთან შედარებით გაცილებით რბილი არის. თუნდაც იმ ნორმალური დაჭიმულობის სიმებთან შედარებით რბილი არის და უფრო თბილ ლამაზ ბგერას მაძლევს. მაგრამ არის როცა ხმიანი ფანდური გვჭირდება. მაგალითად რესტორნებში უკრავენ და იქ აუცილებელიც არის მაგარი სიმი რომ ფანდური უფრო ხმიანი იყოს. თუკი ფანდური არ გაისმა, რა თქმა უნდა, რაღა აზრი აქვს ისეთ საკრავს, რომელიც არ ისმის და აქ უკვე უფრო ბგერის სილამაზეს უკანა პლანზე გადადის და ხმიანობა გვჭირდება საკრავის. მაგრამ მე ყოველთვის ვცდილობ რომ ფანდურმა იმღეროს. ვამბობ ხოლმე კიდევაც რაღაც დამატება კი არ უნდა იყოს მომღერლისთვის. არამედ მისი ნამღერი უნდა შეავსოს.
გაალამაზოს, გვერდში ამოუდგეს მომღერლის ხმას და მომღერალივით უნდა იმღეროს. ლამაზი, თბილი, ხალასი, ხავერდოვანი ბგერა ქონდეს. მაგრამ კიდევ ერთი რამ არის. ყველა ფანდურს შეიძლება ერთ და იგივე სიმი არ მოუხდეს და ვისაც კარგი ბგერა უნდა, რა თქმა უნდა, თავისი წარმოდგენით, როგორი ბგერაც მოეწონება, იმ თავის ფანდურს სხვადასხვა სიმი უნდა აუბას და შეადაროს სხვადასხვა სიმი როგორ ბგერას გვაძლევს. ამიტომ თქვენ შეარჩიეთ თქვენ ფანდურს რომელი სიმი მოუხდება ყველაზე მეტად. და ის სიმები გეცოდინებათ, ის სიმები აუბით ხოლმე. დღეს კი დაგემშვიდობებით. მომავალ შეხვედრამდე.